საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ შედგენილ ოქმში პირდაპირ წერია, რომ ძალოვანი უწყების თანამშრომლები რამდენიმე დღის განმავლობაში ათვალიერებდნენ რუსთაველის გამზირზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერის ჩანაწერებს და ზუსტად 2 დღე დასჭირდათ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს იმისათვის, რომ მოეხდინათ იმ ადამიანების იდენტიფიცირება, რომლებიც რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდნენ. ეს ოქმი არის პირველად შედგენილი, რადგან აქამდე ძალოვანი უწყების თანამშრომლებს მას შემდეგ, რაც არალეგიტიმური პარლამენტის წევრებმა შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ ახალი რეპრესიული კანონი მიიღეს, მსგავსი ოქმი არ შეუდგენიათ. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსთაველის გამზირზე მყოფ მოქალაქეებს ტროტუარზე დგომის გამო აჯარიმებენ. საპატრულო პოლიციის მიერ ოქმში პირდაპირ წერია, რომ სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც რუსთაველის გამზირზე 17 დეკემბერს იდგა, ხელს უშლიდა მოქალაქეების გადაადგილებას ტროტუარზე, რის გამოც დაიწყეს ადმინისტრაციული წარმოება ამ კონკრეტული პირის მიმართ. საქმე უკვე საქალაქო სასამართლოში არის გადაგზავნილი და ხვალ ზუსტად 11 საათზე უნდა იმსჯელოს საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე. ეს საქმე ზვია ცეკვავას დაეწერა, შესაბამისად მან უნდა იმსჯელოს, გაუშვებს თუ არა 15 დღიან პატიმრობაში იმ სამოქალაქო აქტივისტს, რომელიც საპატრულო პოლიციის წარმომადგენლების მტკიცებით კეტავდა ტროტუარს და მოქალაქეებს გადაადგილების შესაძლებლობას არ აძლევდა. როგორც ჩანს, ეს ახალი რეპრესიების და დაშინების მცდელობა დაიწყეს და რატომღაც პირველი მე აღმოჩნდი. ეს მუხლი ითვალისწინებს იმას, რომ მე ვითომ ხელს ვუშლიდი, იქ მყოფ ტროტუარზე გადაადგილებას, იქ მყოფ ხალხს ტროტუარზე გადაადგილებას. ანუ რაც სრულიად აბსურდია, იმიტომ რომ, რა ვიცი, არანაირი გაფრთხილება არ იყო იქ, რომ გადავსულიყავით, ყოველ შემთხვევაში მე gar გამიგია. ან თუ გადავიდეთ, სად გადავიდეთ, შესაბამისად ეს კანონდარღვევად მე პირადად არ მიმაჩნია, იმიტომ რომ არ არის დასაბუთებული, მაშინ წინააღმდეგ შემთხვევაში რა უნდა გავაკეთოთ. საერთოდ ოქმში არის ძალიან აბლაბუდო ყველაფერი, იმიტომ რომ სხვისი სახელით არის შედგენილი და სხვას აქვს ხელმოწერილი და საერთოდ სხვამ თურმე იდენტიფიცირება გააკეთა. საქმის მასალებში რა ვიდეო ჩანაწერებიც არის, არანაირი მიზუმებული კადრი არ არის, არის სრული კადრი, არის 2 კადრი სულ, რაღაც მარცხნივ, მარჯვნივ და მთლიანი პარლამენტი ჩანს, სადაც დგავართ ყველა. ჩემი აზრით, რადგანაც აქამდე არასდროს არ მქონია დავა სასამართლოსთან და არ მიფიქსირდება არანაირი დარღვევა, შესაბამისად არჩიეს ისეთი ადამიანი, რომლითაც უფრო მეტად დააშინებენ და აი ეხლა ყველაზე გადმოვედით და ყველას დაგიჭერთ. როგორც ჩანს, ახლა მთავარი ამოცანა არის სწორედ 31 დეკემბერს დაგეგმილი ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციის პარალელურად მოქალაქეები დააშინონ და ისინი ახალი წლის ღამეს რუსთაველის გამზირზე არ გამოვიდნენ. სწორედ ამას ამბობენ სამოქალაქო აქტივისტები, რომლებსაც უკვე გადაეგზავნათ ადმინისტრაციული სამართალწარმოების ოქმი საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მხრიდან, თუმცა ამის მიუხედავად ის ადამიანები, რომლებიც 1 წელზე მეტი არას ქვეყნის მთავარ გამზირზე დგანან, ამბობენ, რომ ეს ოქმები მათ არ შეაშინებს და ქვეყნის მთავარ გამზირზე 31 დეკემბერს ძალიან ბევრი მოქალაქე გამოვა ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციაზე.